ბოლო წლებში საქართველოში აქტიურად იზრდება ინტერესი თავგადასავლებით სავსე ტურისტული მიმართულებების მიმართ. Ამ ტენდენციაში განსაკუთრებულად გამოიკვეთა ველოსიპედით მოგზაურობა, აქტივობა, რომელიც არა მხოლოდ სპორტული გამოწვევა, არამედ შესაძლებლობაა ქვეყნის უნიკალური ლანდშაფტისა და კულტურული მრავალფეროვნების აღმოჩენისთვის. მთიანი რელიეფი უკაცრავად დაცული ტერიტორიები და მიტოვებული გაუკვალავი ბილიკები უცხოელ და ადგილობრივ ველომოყვარულებს მრავალფეროვან მარშრუტებს სთავაზობს. თბილისიც თანდათან უმკლავდება ურბანულ გამოწვევებს და ცდილობს ველოსიპედის მოყვარულთათვის უფრო ხელსაყრელი გარემოც შექმნას. ამ და სხვა საკითხებზე საკუთარი გამოცდილებით კავკასიის ველოქსელის დამფუძნებელი მარ მიხელაძე სტუმრობს ქალების ნარატივს. მარ, მოგესალმებით, მადლობა თქვენი დროისთვის და ჩვენთან ერთად ყოფნისთვის. მადლობა, მიხარია რომ კიდევ ერთხელ შემიძლია თქვენთან ერთად ვისაუბრო ველო თემებზე. იქამდე სანამ მიმოვიხილავდეთ იმ სიახლეებს, რომელიც დაგროვდა ამ პერიოდის განმავლობაში, მინდა კიდევ ერთხელ უთხრათ მაყურებელს კავკასიის ველოქსელის შექმნის პერიოდიდან დღემდე რა არის მისი ძირითადი ფოკუსები, საიდან გაჩნდა იდეა და რა არის მისი მთავარი საქმიანობა ახლა. ჩვენ შევიკრიბეთ 2019 წელს ველმოყვარულების ჯგუფი, იმიტომ რომ ვიფიქრეთ რაღაც ცვლილებები იყო საჭირო ქალაქში იმ დროისთვის, ანუ ქალაქის გამოწვევებით ვიყავით უფრო შეწუხებულები და ამაში ჩვენ ჩარევის გარეშე ვერ ვხედავდით რაიმე გამოსავალს და მას შემდეგ ბევრი სხვადასხვა ტიპის ველო აქტივობას ვახორციელებთ, როგორიც არის მაგალითად ველოშეჯიბრები, მსვლელობები, ველოტურები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. მაგალითად წელს უკვე მეოთხედ ვატარებთ გურულ ველოდღეებს, რომელიც გურული მთების მონახულებას მოიცავს აგვისტოს ბოლო ვიკენდზე. არის კიდევ ბრევეტი გამოწვევა, რომელიც ესე მასობრივი სახით ჩვენ დავიწყეთ პირველად ჩატარება საქართველოში და ახლა ერთ თვეში უკვე 600 კილომეტრიან გამოწვევას თავაზობთ ველომოყვარულებს. 200 და 300 უკვე ჩავატარეთ წელს და ესე რაღაცნაირად ვცდილობთ, რომ სხვა სიახლით დავაინტერესოთ ადამიანები, რომლებსაც რაღაც ინტერესი აქვთ ამ მხრივ, მაგრამ ვისაც აქვს უკვე ინტერესი, მათთვის სიახლეები შევთავაზოთ უფრო და უფრო საინტერესო გამოწვევები, ესე რომ. რადგან ახსენე ადამიანები, რომლებიც განსაკუთრებით ინტერესდებიან ამ სპორტით, გამიშვა კითხვა, რამდენად იზრდება მათი რაოდენობა. აი, თუნდაც თქვენი საქმიანობის დაწყებიდან დღემდე 2019 წლიდან, მას შემდეგ რაც პირველად შეიკრიბა კავკასიის ველოქსელი, რამდენად გაიზარდა იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებსაც სურთ ამ თავგადასავლებში ჩაება? მინდა აღნიშნა, რომ რაღაც ისეთი კვლევა, რომელიც რაღაც ამას დაადასტურებს, ჩვენ არ გვაქვს და არც არსებობს რეალურად რაღაც ტრანსპორტის რა ტიპს იყენებენ ადამიანები უფრო ხშირად და ამ შემდეგ. მაგრამ მინდა ვთქვა, რომ გაიზარდა სხვადასხვა ჯგუფები, რომლებიც მაგალითად არიან დაკავებული იმით, რომ მთაში წავიდნენ ველოსიპედით, ეგ რაღაც ცალკე ჯგუფად შეიძლება მოვიაზროთ, ცალკე არიან ადამიანები, რომლებიც არიან ველოშეჯიბრებით დაინტერესებულები, საგზადკეცილო ველოშეჯიბრებით და თქვათ წლების წინ თუ ეს რაღაც უფრო შორიდან არაპროფესიონალურად გამოიყურებოდა, ეხლა ბევრად უფრო დახვეწილად შესაბამისი აქსესუარებით, შესაბამისი ჩაცმულობით, მამისი ველოსიპედებით მონაწილეობენ ამ შეჯიბრებში, ესე რომ ვთქვათ, რაღაცნაირად იხვეწება და იზრდება, რა თქმა უნდა, ეს ველომოყვარებლების რაოდენობა, თუმცა ბევრად მეტი შეიძლება და ყოფილიყო ხელშეწყობის პირობებში. ხო, აი რა ხელშეწყობაა ამ პროცესში საჭირო მთავარი, რაც შემდგომ უკვე გააზრდის იმ ადამიანების რაოდენობას, რომლებიც არა მხოლოდ ჰობის დონეზე უყურებენ, შესაძლებელია ამას უყურებდნენ როგორც სერიოზულ ნაბიჯად, საქმიან ნაბიჯად. ანუ სხვადასხვა სფეროა და მოკლედ ვიტყვი თითოეულ მათგანზე. მაგალითად, ქალაქში გადაადგილება, რომ რაღაც მასობრივი გახდეს და ბევრად მეტ მაინც არგებლოს, აუცილებელია უსაფრთხო გზები და უსაფრთხო ველოგაჩერებები, სადაც ადამიანმა იცის, რომ იქ ველოსიპედს არ მოპარავენ და ანუ ჩვენთან მაგალითად ეს სპეციალურად წამოვიღეს ველოსიპედი კონფერენციდან, ანუ ჩვენი ქალაქია და ჩვენი ჯანმრთელობა, ანუ ჩვენთან ყოველდღიურად გადაადგილებისას გრძნობ რომ რაღაცნაირად მჟავე მწარე აერია და ძალიან ისეთია, ანუ არა ჯანსაღი და ველომოყვარების გაზრდა ამ სურათს მნიშვნელოვნად შეცვლის, ასე რომ ამ სურათის დანახვა და ამის ხელშეწყობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. მეორე საკითხია უკვე ველოტურისტული მიმართულება.
ჩვენთან არის სამთო ლამაზი ველობილიკები, სადაც წასვლა ჩვენ ძალიან გვიხარია და მოგწონს და ყველანაირად ვცდილობთ ამაზე ინფორმაციის გავრცელებას, მაგრამ ამას სჭირდება სისტემური მარკეტინგი, როგორიც აქვს მაგალითად Eurovelos, ევროპის მასშტაბით არის 19 მარშრუტი, რომელსაც რაღაც ცალკე მარკეტინგული კამპანია აქვს, რომ ადამიანებმა იმ გზებზე იარონ და ანუ ამის გარეშე მასობრივად ხალხის დაინტერესება, რომ აი საქართველოში ველოსიპედისტვის ჩამოვიდნენ, ესე არ მოხდება. უფრო არის რაღაც აი ცალკეული ადამიანები, ვისაც რაღაც რისკიანი ტურიზმი იზიდავს შედარებით რაღაც ცოტა ველურ გარემოში. და მესამე მმართველობა უკვე საგზადკეცილო, რომელსაც ასევე ჭირდება უსაფრთხო გზები და ასევე ჭირდება ინფრასტრუქტურა, რომელიც ანუ მაგალითად ეხლა ბრევეტი რომ ჩავატარეთ, ქონდა შემთხვევები, როცა მონაწილე წვიმის დროს, ანუ თავარ გზაზე მოძრაობისას ორმოში ჩავარდა. ანუ ესეთი რაღაცები წესით სრულიად გამორიცხული უნდა იყოს წინასწარი მომზადებით, იმით რომ ეს გზები იყოს უსაფრთხო და რა თქმა უნდა, რაღაცნაირად ცოტათი სეპარირებული საავტომობილო მოძრაობისგან. კი ბატონო, რაც ჯერჯერობით არ არის და გამოწვევა რჩება ჩვენ შემთხვევაში. კითხოთ სიახლეებზე. და თქვენს მონაწილეობებზე, მათ შორის სხვადასხვა ღონისძიებაში, რა სიახლეები დაგიგროვდათ პერიოდის განმავლობაში? კი, ორი მნიშვნელოვანი რაღაც მინდა შედარებით თქვა, რაც ამ პერიოდში მოხდა. ერთი ის, რომ პირველად მივიღეთ მონაწილეობა კავკასიის ველოქსელის სახელით ყველაზე დიდ ველო კონფერენციაში, რომელიც 32 წელია ტარდება სხვადასხვა ქალაქში და ამჯერად იყო პოლონეთში, ქალაქ გდანსკში. და აღსანიშნავი და მნიშვნელოვანი ამ ღონისძიების არის ის, რომ აქ იკრიბებიან ველო აქტივისტები, ველო ბიზნესის სექტორის წარმომადგენლები, რომლებიც რაღაც სხვადასხვა ტექნოლოგიას და სიახლეს წარადგენენ ამ კონფერენციაზე და ასევე არიან წარმომადგენლები მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები კონკრეტული ქვეყნებიდან. მაგალითად, ამჯერად მონაწილეობდნენ შვედეთიდან მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები, თავად პოლონეთიდან, რა თქმა უნდა, გერმანიიდან, ავსტრიიდან და ეს მიზნად ისახავს ამ სამი მიმართულების თანამშრომლობას იმისთვის, რომ უფრო მეტმა ადამიანმა შეძლოს ველოსიპედით გადაადგილება. უფრო მეტად ეს ველოსიპედი კონფერენცია მიმართულია ქალაქში ველო გადაადგილების გაზრდასთან დაკავშირებით და არა მარტო ველო გადაადგილებასთან, ქვეითების, იმიტომ რომ ფეხით გადაადგილებაც ძალიან დიდი ნაწილია აქტიური მობილობის და ამის ხელშეწყობისთვის ძალიან ბევრ რამეს აკეთებენ, ძალიან ბევრ სახალისო რამეს იგონებენ, რომ ადამიანები ამით დააინტერესონ. გარდა იმის, ანუ თქვათ, ველო ევროპის ქალაქებს აქვთ უკვე ველოგზები, მაგრამ მათ კიდევ ჭირდებათ რაღაც ღონისძიებები, რომ წაახალისონ ველო გადაადგილება. ჩვენ ცოტა ისეთ შედარებით შორს ვართ ამ პერსპექტივისგან, მაგრამ რაღაც მთავარია, რომ წინსვლა გქონდეს. მეორე, რაზეც მინდა გითხრათ, არის ის, რომ პირველად ვატარებთ 600 კილომეტრიან ბრევეტს. და ანუ 200 კილომეტრიანი მიეძღვნა დამოუკიდებლობის დღეს მაისში რომ ჩავატარეთ, მეორე მიეძღვნა ქუთაისს, ეხლა ივნისში გქონდა რამდენიმე დღის წინ და მესამე ივლისში ეძღვნება ჯუმბერ ლეჟავას, იმიტომ რომ მისი დაბადების დღეა ივლისში, იმ პერიოდში, როცა ჩვენ ამას ვატარებთ და რეალურად ამ 600 კილომეტრის გავლას, რომლის დროც არის 40 საათში უნდა ჩაეტიო, მართლა ჭირდება ისეთი შემართება, რომელიც ჰქონდა ჯუმბერ ლეჟავას და ჩვენი სლოგანი ამისთვის არის იყავ შეუჩერებელი, როგორც ჯუმბერ ლეჟავა და ძალიან ინტერესი გვაქვს, რამდენი ადამიანი მიიღებს ამაში მონაწილეობას, იმიტომ რომ საკმაოდ დიდი მანძილია და ესეთი მომზადება ჭირდება და იმედი გვაქვს, რომ ბევრი მიიღებს ამ გამოწვევას თავის თავზე და შეასრულებს კიდეც. მაგალითად, 300 კილომეტრზე 30-დან 24-მა შეძლო ამის დაფარვა და 600-ზე კიდევ უფრო მეტი ის არის კითხვის ნიშანი, რამდენი შეძლებს, ასე რომ კი ბატონო, უკვე დაიწყო წინასწარ რეგისტრაცია თუ გაქვთ მონაცემები, რამდენი ადამიანი დაინტერესდა? წინასწარ რეგისტრაცია დაიწყო და ჯერჯერობით დარეგისტრირებულია 10 ადამიანი. და ვფიქრობთ, რომ ეს რაოდენობა აი მაქსიმუმ 20-მდე გაიზარდოს. ანუ რაღაც ისეთ მასობრივ ჩართულობას არ ველით, იმიტომ რომ ნუ მის დიდი მანძილია, მაგრამ მაინც რაღაცნაირად ბევრისთვის არის ინსპირაციის წყარო, რომ ესეთი დაბრკოლებები გადალახონ, ასე რომ მაინც. კი ბატონო, რა პროცესია ორგანიზება მსგავსი აქტივობის? გამომდინარე იქიდან, რომ თქვენ ახსენეთ, ბევრი გამოწვევაა, მათ შორის უსაფრთხოების თვალსაზრისით ჯერ კიდევ არ გვაძლევს, ხო? ჩვენი სხვა ქალაქი იქნება ეს თბილისი თუ სხვა. იმის საშუალებას, რომ თავისუფლად დაორგანიზდეს ასეთი მასშტაბის
აქტივობები უსაფრთხოების ნაწილში განსაკუთრებით და გზების მიმართულებით? აი რა პროცესია და რა გამოწვევებს აწყდებით ხოლმე ამ დროს? ბრევეტი იმიტომ ავირჩიეთ, ამით დავიწყებ, რომ შედარებით არის უფრო თავისუფალი იმ მხრივ, რომ პასუხისმგებლობას მონაწილე იღებს თავის თავზე. ეს რომ იყოს შეჯიბრება, ვთქვათ, კონკრეტული A-წერტილიდან B-წერტილამდე, მაგ შემთხვევაში მოგვიწევდა გზის გადაკეტვა და ამ შემდეგ, რომელიც იმდან რთულია ჩვენთან, რომ ანუ ამ მხრივ ცოტა ხნით შევეშვით ბრძოლას, იმიტომ რომ მართლა ძალიან რთულია, რომ გზის გადაკეტვა მოვითხოვოთ, იმიტომ რომ მე ძალიან ბევრი პრობლემა მოყვება ამას. და რაც შეეხება ამ შემთხვევაში, როცა პასუხისმგებლობას იღებენ ადამიანები თავის თავზე, ჩვენ ვცდილობთ მაქსიმალურად მოვამზადოთ, ანუ ვაორგანიზებთ წინასწარ რაიდებს, როცა ადამიანები ჩვენთან ერთად გადაადგილდებიან, თქვათ, ღამის მონაკვეთში, რა აღჭურვილობა ჭირდება, წინასწარ ვატარებთ შეხვედრებს, სადაც თავისიანთი ველოსიპედის მინიმალურ შეკეთებას სწავლობენ. ეხლა მაგალითად 600 კილომეტრზე, 300 კილომეტრზე გქონდა ეგეთი შემთხვევაც, ქობულეთში ერთ-ერთ მონაწილეს უყვინა ძაღლმა. ამის პრევენცია საქართველოს ტერიტორიაზე არის აი თითქმის შეუძლებელი, იმიტომ რომ ანუ ყველგან არიან ეს საწყალი ძაღლები, რომლებიც ადამიანებს ესე გამოგდებული ყავთ და ის ძაღლებიც რაღაცნაირად თავის ტერიტორიას იცავენ და ჩვენ გვკვენენ. მე პირადადაც ორჯერ მქონდა ესეთი შემთხვევა, რომ ესე გზაზე მიკვინა. და ეს არის ერთ-ერთი დიდი გამოწვევა, მართალი გითხრათ და ამისთვისაც რაღაც შეხვედრებს ვატარებთ, მაგრამ რაღაც ისეთ რომ 100%-ით პრევენცია ამის მოახდინა წინასწარ შეუძლებელია. ორგანიზების კიდევ ერთი დიდი გამოწვევა არის ის, რომ ეს ყველა ან ჩვენ მოხალისეობრივად ვაკეთებთ ამას და ამ ხრივ რაღაც ხარჯი არ არის, თუმცა ის რომ რაღაც ფოტოგრაფი ყავდეს შეჯიბრებაზე, რაღაც საფორთქარი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ანუ მხარდამჭერი მანქანა, ამ ყველაფერს რაღაც თანხები ჭირდება, რომლის მობილიზებაც ისევ მონაწილეებისგან გვიწევს, იმიტომ რომ სამწუხაროდ ბიზნესი დიდად ამ ხრივ არ აქტიურობს და ნუ ამის მიზეზები, ანუ მე არ ვიცი, შემიძლია მხოლოდ ვივარაუდო, რომ რაღაც ისეთი სიტუაცია ახლა ჩვენ ქვეყანაში შექმნილი, რომ ყველაც ცდილობს რაღაცნაირად დაზოგვას და დიდად რაღაც ისეთ აქტივობებში, რომელიც თქვათ აუცილებელი არ არის, ცდილობენ რომ არ ჩაერთონ. თუმცა ძალიან კარგი იქნებოდა მინიმალური მხარდაჭერაც, აი ორგანიზატორებისთვის კი არა, მაგალითად აი მონაწილეებისთვის რაღაც პრიზების დაწესების მხრივ. აი ძალიან ბევრ კომპანიას მივმართეთ. აი სათვალავით ამერია უკვე რამდენს ამ პერიოდის განმავლობაში, მაგრამ სამწუხაროდ ანუ პრიზის დაწესებაც კი არ აღმოჩნდა მათთვის საინტერესო სამწუხაროდ რა. ანუ რაც ისე დიდ ხარჯებთან იქნებოდა დაკავშირებული. ხო, ანუ ეს არის ორგანიზების გამოწვევები, რაც შემეძლო თქვა, თუმცა კიდევ ცალკე ბევრი რამეა, რასაც ჩვენ მოხალისეობრივად ვაკეთებთ, მაგალითად, გზების დაგეგმვა, რომ ვცდილობთ ისეთი გზებზე დავგეგმოთ, სადაც შედარებით ნაკლები მანქანა მოძრაობს. ვცდილობთ, რომ დროის იმ პერიოდში გაიარონ, როცა უფრო ნაკლები მანქანა იქნება და ანუ ბევრი სხვადასხვა საკითხია იფიქროთ. ხო, იმედია კერძო ბიზნესის ნაწილში ჩაერთვება და დაინტერესება იქნება მათი მხრიდანაც, რომ უფრო მეტად განვითარდეს ეს მიმართულება საქართველოში. კი ბატონო, გეგმებზე გითხავთ უკვე ბოლოს, რა არის თქვენი სამომავლო გეგმები ქსელის და რადგან გადაცემა ქალების ნარატივში ვართ, გენდერულ ბალანსებს გითხავთ, რამდენად არის ქალების ჩართულობა, კაცების ჩართულობა, როგორ არის ეს დაბალანსებული? გასულ წლებთან შედარებით, მინდა აღნიშნო, რომ გოგოების აქტივობა საკმაოდ გაიზარდა, ამით დავიწყებ და შემდეგ გადავალ გეგმებზე. არიან ადამიანები, მაგალითად, ბათუმში არის ანა ნიქაბაძე, რომელიც ძალიან აქტიურად სხვა ადამიანებთან ერთად უბრალოდ ყველას ვერ ჩამოვთვლი, აორგანიზებს ველომსვლელობებს, შეჯიბრებს. თბილისშიც არის რამდენიმე ადამიანი, მაგალითად, ვერიკო ბაზალი, ერთ-ერთი ველო ბიზნესის, ახალი ველო ბიზნესის მფლობელი, რომელიც ასევე ძალიან აქტიურია და ბევრ რამეს აკეთებს და მინდა ხაზი გაუსვა, რომ ანუ გოგოები ამ შემთხვევაში არანაკლებ აქტიურები არიან ველოსფეროში, ვიდრე ბიჭები. თუმცა ბევრად დომინაცია იყო კაცებზე წლების წინ და ეხლა ნელ-ნელა ეს ესე მგონია, რომ იცვლება. რაც შეეხება ჩვენ სამომავლო გეგმებს, ვაგრძელებთ ისევ საქართველოს სხვადასხვა რეგიონის აღმოჩენას ველოსიპედით და ჩვენს ველო მომხმარებლებს, ესე ვთქვათ, სხვადასხვა ადგილს ვაჩვენებთ. ასევე გვინდა რომ გავაგრძელოთ ის სერია, რომელიც დავიწყეთ სამთო ველო შეჯიბრებების, 3 შეჯიბრება უკვე სხვადასხვა წელს სხვადასხვა ლოკაციაზე ჩავატარეთ და
გვინდა რომ ერთი მომავალ შემოდგომაზეც გავაკეთოთ და აუცილებლად ვაპირებთ მონაწილეობას ევროპის მოგლობის კვირაულში, რომელიც სექტემბერში ტარდება. ეს არის ესეთი მოკლე გეგმები, რაც ყველაზე ახლო მომავალში გვაქვს, თუმცა ბევრად უფრო ესეთ შორსმევალი გეგმებიც გვაქვს, მაგალითად ისეთი როგორც არის Velocity კონფერენციის თბილისში ჩატარებაც. ეს რამდენად რეალურია ეს გეგმა? როგორ ფიქრობთ? იცით, რეალური იქნება იმ შემთხვევაში, თუ ჩაერთვება მუნიციპალიტეტის სრული ძალებით, იმიტომ რომ ეს ევროპის ველოფედერაცია ატარებს ამას და არ ხდება მხოლოდ აქტივისტების ჩართულობით. ქალაქის დიდი მხარდაჭერის გარეშე ეს ვერ ხდება და მართალი გითხრათ, მე სადღაც 4 წლის წინ მიმართე ევროპის ველოფედერაციას ამასთან დაკავშირებით და მათგან საკმაოდ დიდი მოთხოვნების დიდი სია, რაც უნდა შესრულდეს იმისთვის, რომ შენს ქალაქში გაიმართოს და მე მოვიაზრებდი მაგალითად, ძალიან რეალისტურად უყურებდი ამ ყველაფერს მართალი გითხრათ და მოვიაზრებდი წერეთლის გამოფენის ტერიტორიას, იმიტომ რომ ძალიან ბევრი რაღაც აქტივობა უნდა გაიმართოს და ამ სივრცეში თავისუფლად შესაძლებელია, თუმცა სულ ახალხან დაანონსდა იქ რაღაც მრავალსართულიანი შენობების შენება და ეს ყველაფერი საერთოდ არ არის ერთმანეთთან თავსებადი, ასე რომ იმედს ვიტოვებ, რომ ამ რაღაც უბსკრულში მთლად არ გადავეშვებით. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის. გადაცემაში ჩვენთან და მოკლედ გელოდებით სიახლეებით და გერთებით ამ სურვილში. მედი დაორგანიზდება მართლა ეს კონფერენცია თბილისში. პოპულარიზაციისთვის პრინციპში ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, ხო? ბევრი ვიზიტორიც ეყოლება. მოჩნდება საქართველოს ველოსიპედების რუკაზე, იმიტომ რომ ახლა მე რომ ვიყავი ერთ-ერთი პრეზენტატორი, მათთვის იყო სიახლე ჩვენი სიტუაციის გაგება და თქვენც ველოთიდადი ხართ, რაღაც ესეთი განწყობა იყო და რეალურად, ანუ ეს ნიშნავს, რომ ფოკუსი ძალიან გადმოვა ჩვენზე და ბევრი კარგი რამის გაკეთება შეიძლება ამ Velocity-ს აქ ჩატარებით და აი მაგალითად ეხა 3 წლის მერე ჩატარდება, ეგეც კი ცნობილია უკვე. ანუ ჩვენ შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ რაღაც 2035 წლისთვის დავგეგმოთ, უფრო ახლოს ვერა იმდენად ისეთი გეგმები აქვთ ამ ორგანიზატორებს. მადლობა კიდევ ერთხელ სტუმრობისთვის, წარმატებები მარ მიხელიძე, კავკასიის ველოქსელის დამფუძნებელი სტუმრობდა გადაცემაში.